ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად. ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ყმაწვილი, ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე ჩვეულებრივად მიდიოდა. თუმცა არც ისე ჩვეულებრივად. ალბათ იმიტომ, რომ იმ დღეს მაგნიტური ქარი იყო. არა, ასფალტი იყო უსწორმასწორო. ან სულაც ყმაწვილს ფეხსაცმელი უჭერდა. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ჩვენი ახალგაზრდა გმირის სიარულის მანერა არ მოეწონათ იქვე შემთხვევით თუ არც ისე შემთხვევით აღმოჩენილ გარკვეული ორგანოს თანამშრომლებს. ხო, გარკვეული ორგანოს თანამშრომლების ვალი კი ყველაფერს საეჭვოს შემოწმებაა. ხო და შეამოწმეს კიდეც. გულთბილი საუბარი საბუთების შემოწმებით დაიწყო და ხელებზე ვენების დათვალიერებით დამთავრდა. უცნაურია, მაგრამ პოლიციელის ეჭვი არ გამართლდა და ერთი შეხედვით ტიპიურ ნარკომანს ნანემსარებთან აღმოაჩნდა. ეტავ რატომ? ხო და გარკვეული ორგანოს თანამშრომელს სიტუაციაში გარკვევის პერიოდი ცოტათი გაუხანგრძლივდა. სამაგიეროდ მაგნიტური ქარის, ზედმეტად ვიწრო ფეხსაცმლის, თუ უბრალოდ თავისი ასაკის გამო ჩვენმა გმირმა ასე უცებ ვერ აითვისა პოლიციასთან ურთიერთობის ფაქიზი ნიუანსები. და დაშვებულ ნორმებზე მეტად გამოამჟღავნა ემოციები. გარკვეული ორგანოს თანამშრომელმაც არ დააყოვნა და საეჭვო ყმაწვილს ემოციების დაოკება და ეთიკის ნორმების შესწავლა შესთავაზა. ოღონდ განყოფილებაში. აი აქ კი ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირის გასაოცრად, მის ჯიბეში აღმოჩნდა უკაცრავად, აღმოჩნდა ერთი შეკვრა ჰაშიში. ეს ვერ იყო კარგი ამბავი. გარკვეული ორგანოს თანამშრომლებს აღარაფერი დარჩათ გასარკვევი. დიახ, ისინი არ დაუშვებენ, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ ნარკოტიკებით ჯიბეში ასეთ თამამად იაროს ქუჩაში. დიახ, და ასეთი ადამიანების ადგილი საზოგადოებისაგან შორს, ანუ ციხეშია და ასეც იქნება. თუმცა თანხა არც ისე დიდია. თანაც ეს ჩვენი გმირისათვის რაც არ უნდა იყოს პირველი შემთხვევა, მანამდეც არ დაუჭერიათ ფაქტით. ასე რომ გარკვეული თანხის მოტანის შემდეგ იგი ჩიტივით თავისუფალი იქნება. დიახ, აი ასე. რას ფიქრობს ჩვენი გმირი? ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც ადრე არ ჰქონია შეხება გარკვეული ორგანოს თანამშრომლებთან, რომელსაც არ გააჩნია აღნიშნული თანხა, თუმცა გააჩნია გარკვეული პრინციპები და არ სურს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად გადაიხადოს თანხა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი პრინციპული ყმაწვილი საკმაოდ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. დროის მდინარებამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს სიმშვიდე და გარკულ ყოფაში. გადაფასებული იქნა ოდესღაც ფასეული პროფესიული უფლება მოვალეობანი. არადა, ვის უნდა მიმართოს დახმარებისათვის კრიმინალური შემთხვევებისა და ბოროტმოქმედების აღმოსაფრელად ჩვეულებრივმა მოქალაქემ. ამის გასარკვევად ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს გავესაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. წესით უნდა პოლიციას მიმართო, მაგრამ შედეგი მაინდა-მაინც ალბათ არ არის დიდი მოსალოდნელი და კანონერ ქურდებს. რატომ? იმიტომ რომ ბევრი უკანონობა ხდება ამ ცხოვრებაში. არა, მილიციას არ მიმართა. რა ჯერ ვეცდები რომ ჩემით მოვაგვარო და მე რა ვიცი, ალბათ ახლობლებს უფრო. რა თქმა უნდა, ალბათ უბნის ძველ ბიჭებს. იმიტომ რომ პოლიციას იზიან, მე მგონი ძველი ბიჭები. რამ განაპირობა ეს უნდობლობა იმ პროფესიისადმი, რომელიც ხალხს ემსახურება და იცავს? მაგი არ არის ის ვის ემსახურება და რას ემსახურება. წესით უნდა ემსახურებოდეს ხალხს, მაგრამ ხანდახან ხდება ისე რომ უფრო ხშირად რომ თავის ფუნქციებს არ ასრულებს. ნებისმიერ ადამიანს რო კითხოთ დღეს, დაცული თითქმის არავინ არ არის. აი ასეთი. სწორედ ასეთი გვწამს ჩვენ წესრიგი. პოლიციელი ჯერ ძალიან, რა ვიცი, გარკვეული უნდა იყოს. პირველ რიგში იურიდიულ სფეროში, ხო? მე რა ვიცი, ყველანაირი რაინდული თვისებებით უნდა იყოს შემკული. საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირას.
პოლიციელის პროფესია რთული პროფესიაა. განსაკუთრებით რთული საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ქვეყნებში. რა ვქნა ახლა მე? დახოცო თუ თავი მოვიდო. ამიტომ მოწოდებით წესრიგის დამრღვევ ქართველებს არამოწოდებით წესრიგის დამცველები ვერც საქმით გაუმკლავდებიან და ვერც სიტყვით. პოლიციელებად არიბადებიან, პოლიციელებად ყალიბდებიან და ამისათვის პროფესიონალური ხარისხიანი სპეციალური განათლებაა საჭირო. ძალიან რთული საკითხია, ძალიან. აი აქ ამ შენობაში იჩიტება ქართველი პროფესიონალი პოლიციელების უმრავლესობა. 20-იან წლებში მუშურ გლეხურ მილიციად ჩამოყალიბებულ, შემდეგ კი მრავალჯერ ტრანსფორმირებულ ორგანოებში მუშაობის დაწყების მიზნით პოლიციის აკადემიას ბევრი მსურველი ეტანება. ტრანსფორმირებულ სასწავლებელში პროგრესული სწავლების მეთოდებს ნერგავენ. ამიტომ მომავალ პოლიციელებს დაუღალავად ეკითხებათ ლექციები პროფესიული ეთიკისა და ფსიქოლოგიის დარგში. ამ დარბაზში კი კურსანტები ხშირ-ხშირად ივარჯიშებენ კუნთებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე მათ ფსიქოლოგიურ ეთიკურ შეგონებებს ვერ შეისმენს და ნაკლებად ერუდირებული აღმოჩნდება. მომავალ პოლიციელს შინაგან კულტურასთან ერთად თურმე გარეგნული მონაცემები და ღირსებებიც მოეთხოვება. სხვადასხვა ეს პრაქტიკა დასავლეთში დიდი ხანია რაც არსებობს. სულ მალე კი ვერც ქართველი კარგი მადის მქონე და 170 სანტიმეტრზე დაბალი კურსანტი ვერ მოირგებს პოლიციელის ფორმას. ერთი სიტყვით, აკადემიაში არსებული წესების მიხედვით მომავალში პოლიციელებთან ურთიერთობა ერთობ სასიამოვნო უნდა გახდეს. პოლიციელებად თუ არიბადებიან, მაშინ პოლიციელებად ყალიბდებიან. საყოფაცხოვრებო დასკვნებიდან. იყო და არა იყო რა, იყო ერთი პოლიციელი. ორი პოლიციელი. ორივე მათგანს ერთი თუ სამი რამ აერთიანებდა. პროფესია საქმე შენობა. ყველანაირ საქმეს აქვს დასაწყისი. როგორ მოხდი მანდა? სიმართლემ რო გაიმარჯოს სამართალმა იზეიმოს, ამისათვის არის პირველადი შეხება მაინც პოლიციის ორგანოებს გავაჩინოთ. ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე დამიწყო პოლიციის ორგანოებში მუშაობა. პროფესიას თუ აირჩევ, ეს პროფესია უნდა გიყვარდეს კიდეც. ძალიან უნდა გიყვარდეს. და მაშინ დაგაფასებენ. შეფასება ინდივიდუალურია. ძალიან დაფასებულადაც მიმაჩნია და პოლიციაში მუშაობა ძალიან პრესტიჟული სამსახურია მუსიკაში. შემდეგ ჩვენი საუბარი ჰუმანურ პრობლემებს შეეხო. კეთილშობილება ფორმაშიც იცნობა. ნორმალური ოჯახის შვილი ყოველთვის ყოველთვის არის კარგი პოლიცია და კარგ გარემოში გაზრდა. შემდეგ ჩვენი საუბარი უხერხულ ეს აქტუალურია. თემებს შეეხო. დღეს რაც უყავს პოლიცია და სახელს უტეხავს, ეს არის პოლიციის გაუნათლებლობა. ლაუაზიეს კანონი. ლაუაზიე ვინა? სტეკ, ყველაზე საინტერესო მომენტი. ხელფასი მაქვს 90 ლარი. ხუმრობს? ყველაფერში შეიძლება იპოვა არსებობის სერიოზული მარცვალი. სამართალმა პური ჭამაა? ადამიანს თუ აქვს იმის სურვილი რომ იყოს მოუსყიდავი, ის ბოლომდე იქნება მოუსყიდავი. და კიდევ საზოგადოების მხარდაჭერა და მადლობა რა, მე მგონი ჯობია სახელმწიფო ჯილდოებს. მე ასე მგონია. სიუჟეტის დასასრული. ხო და ასე იყო. ძალა აღმართს ხნავსო და მიეძალენ აღმართის მოხნის მსურველები იმ ადგილს, სადაც ძალა ეგულებოდათ. მაგრამ ნურას უკაცრავადო იკუთხრეს. ხვნასა და მომკას ჩემო ბატონო, განსაკუთრებული ცოდნა სჭირდებაო. მაგრამ თუ ასე ძალიან ყოფილხართ მოწადინებული ხვნას და განსაკუთრებით მკასო, თესლის ჩაგდება მაინც ისწავლეთო. ერთ თესლს ჩააგდებ, ერთხელ მოიმკი. ორ თესლს ჩააგდებ, ორჯერ. და თუ 20-ს ჩააგდებ, 20 ჯერ მეცო. აბა ძალა ასე უპრაგონოდ დასარიგებელი სად გვაქვს ჩვენო? ხო და რო წავიდა ხნა და თესვა, მომკას აღარ აცლიდნენ ერთმანეთს. არა და მოსამკელი ადგილები იცოცხლე, ბევრი იყო ამ დალოცვილ და ნოყიერ მიწაზე. ოღონდ თესლის ჩაგდების შნო ქონოდა. მერე სადაც სასოფლო სამეურნეო განათლება ღალატობდათ, იქ მეცხოველეობის ცოდნას იყენებდნენ და ასე. ისე შესანიშნავად მოიხნა ხრიოკი ტერიტორიები, როგორც დაგიბარებია. მიწამაც გაიხარა, თესველმაც
და ხნელმა ხომ გაიხარა და გაიხარა. ის რუბლები კი ჭექდნენ და ქუხდნენ დროდადრო, მაგრამ მერე წვიმასაც კი უშვებდნენ დარცხვენილები. აბა, მეტი რითი დაგეხმაროთ? ის კი არა, აღმართის ხნაში ზოგი ისე გაერთო, სულთლად ზემოთ. სასაც კი ეწია. აბა რობერტ დე ნიროს თურმე მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება აქვს პოლიციისადმი, განსაკუთრებით ფრანგული პოლიციისადმი და სხვათა შორის არც ისე უმიზეზოდ. საფრანგეთის პოლიციამ დე ნიროს მეძავთა სუტენიორობა დააბრალა. მართალია, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ თავისი ბრალდება უკანვე წაიღო, მაგრამ ამით დე ნიროს გული ვერ მოიგო. მსახიობმა კატეგორიული უარი გამოაცხადა საფრანგეთში ფეხის ჩადგმაზეც კი. სამაგიეროდ დასტინ ჰოფმანი უყვართ ძალიან პოლიციელებს. მსახიობს 2 თვის განმავლობაში უთვალთვალებდა ერთი საგზაო წესრიგის დამცველი. ყოველ ხელსაყრელ მომენტში აჯარიმებდა მას და ქვითარზე ხელს აწერინებდა. შეწუხებულმა ჰოფმანმა პოლიციის იმ განყოფილებას მიმართა, სადაც მისი მეთვალყურე მუშაობდა. გაირკვა, რომ პოლიციელს ქვითრები განყოფილებაში კი არა, სახლში მიჰქონდა და ამ ძვირფას ავტოგრაფებს სათუდად ინახავდა. თაყვანის მცემელ პოლიციელთან სურათის გადაღებამ ჰოფმანიც დაასვენა და პოლიციელიც. მას შემდეგ სამართალდამცავებს მსახიობი აღარ შეუწუხებიათ. რაც შეეხება რობერტ დაუნი უმცროს, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების სიყვარულის გამო პოლიციელები მას ძალიან ხშირად ათავსებენ, არც ისე სასიამოვნო ადგილას, ციხეში, მაინც უფრო პოლიციელების სიახლოვეს ყოფნა ურჩევნია. საქმე იმაშია, რომ მისი სიმპათიური ჰაბიტუსით მოჯადოებული მეზობელი საკნის მკვიდრები არც თუ ისე მორიდებულად უცხადებენ საკუთარ ზრახვებს და დაჟინებით ეპატიჟებიან თავიანთ საკანში. მსახიობს ციხიდან გასვლის იმედი ნაკლებად აქვს. სამაგიეროდ სჯერა, რომ წესიერი პოლიციელები უწესო დამნაშავებისაგან მოშორებით რომელიმე სხვა საკანში გადაიყვნენ. ცნობილმა მოკრივემ ტაისონმა კი ერთი სექსუალური აქტიც ვერ დაამყარა პოლიციელთა ჩარევის გარეშე. საქმე იმაშია, რომ ძალოვან ტაისონს ძალოვანი სექსი ხიბლავს. პოლიციელები კი ამას გაუპატიურების მცდელობად აღიქვამენ და სახელგანთქმულ მოკრივეს ციხეში სვამენ ხოლმე. აი, ასეთი უნებები აქვთ ცნობილ პიროვნებებს. ყველგან და ყველაფერში რომ წესრიგის უფევდეს, მაშინ ქართველი და არა მარტო ქართველი ჟურნალისტები უსაქონად დარჩებოდნენ. აბა